შუადღე მშვიდობისა. დიდი მადლობა ყველას და ყველაფერს რის გამოც აქ აღმოჩნდი. ძალიან გახარებული ვარ. მაგრამ ეს ამ სიხარულს პრინციპში ველოდი თავიდანვე, როგორც კი ლიკამ დამირეკა და მითხრა, რომ იქ რამ მზადდებოდა და რომ მივიღებდით ჟურის წევრები რამდენიმე ნაწარმოებს ამ ყოველად უჩვეულო თბილისისთვის დანიშნულების რამდენიმე ნაწარმოებს. საქმე იმაშია, რომ ამგვარი რამეებით დიდი ხანია გატაცებული ვარ და ყოველთვის ძალიან მიხარია და მიკვირს არა მხოლოდ მაშინ, როცა მე მონაწილეობ, თუმცა ჩემი შექმნილი რომც არ არის, მაინც მე თუ იქ აღმოჩნდები, სადაც ეს ხდება, რადგან მე ცოტა ხანში გვექნება ლაპარაკი, უკვე თავისთავად ჩემი მონაწილეობის იმპლიკაცია შეიძლება ითქვას. ამიტომ მგონია, რომ ასეთი დატვირთვა საჯარო სივრცისა ხელოვნების ნაწარმოებით და არა აქამდე არსებული და ყოველად ბანალური და ჩვეული მიუზაკით, რომელიც თავისთავად ცალკე ფენომენია და იმაზე ბევრი უფიქრიათ, უწერიათ და რაც თავარია ყველას უკვე ნასმენი და ხელში ამოსულიც გვაქვს. უცბად ამგვარი სივრცეების აღსება ნამდვილი ხელოვნებით არის ხოლმე ბევრ ქალაქში უკვე არაფერი მოულოდნელი ამაში აღარ არის, მაგრამ აი ჩვენისთანა ქალაქში, სადაც პრინციპში შეიძლება ყველა კუთხე შეიძლება უკვე იყოს ადგილი რამე ხელოვნების ნაწარმოებისთვის, მაინც შედარებით ნელ-ნელა და იშვიათად ხდება ხოლმე, ძალიან სპორადულია ეს ყველაფერი. მით უფრო სასიხარულოა, რომ ეს ბოლოს და ბოლოს მაინც ხდება. რაც შეეხება ამ მეტროსთან დაკავშირებულ აუდიოსთვის გამიზნული შინაარსის დატვირთვა ამ მეტროში ჩასვლისა იქნება თვალის თავისთავად იდეა არის, რომელიც ძალიან მრავალმხრივ და ძალიან დრამატულ ასოციაციებს შეიძლება იწვევდეს ყოველ შემოქმედში, ვინც დააპირებს, რომ თავისი აუდიო წარმოსახვით შეავსოს ეს სივრცე. და ამიტომ არაფერი მოულოდნელი არ აღმოჩნდა ის, რომ ჩვენ მივიღეთ რამდენიმე ძალიან საინტერესო ნაწარმოები და ჩვენი ჟურის წევრების შტაბეჭდილებები და მოსაზრებები და შეფასებებიც ძალიან გაიყო, ზოგჯერ დიამეტრულადაც კი. ასე თუ ისე, მე მინდა ჩემი სიხარული კიდევ გამოვყარო ერთი რამით, რომელიც 1958 წელს ვაი, შედავართ. სხვა მხარეს წავედი. რომელიც 1958 წელს მოხდა ბრიუსელში, ეგრეთ წოდებულ მსოფლიო გამოფენაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მერე პირველად გაიმართა და მეორე მსოფლიო ომიდან კი იყო გასული 10 წელზე მეტი, მაგრამ კაცობრიობა მაინც ვერ გამოსულიყო იმ შოკის განცდისგან, რაც მეორე მსოფლიო ომმა განსაკუთრებით მისმა ბოლომ მოუტანა კაცობრიობას, თუნდაც ატომური იარაღის სახით. და ეს ყველაფერი გარდატეხილი რამდენიმე ხელოვანის პრიზმაში, რომელთაგან მთავარი ალბათ იყო ლე კორბიუზიე, რომელსაც ფილიპსმა შეუკვეთა ცალკე შენობის ეგეთი პავილიონის აგება. ლე კორბიუზიემ ეს თავის ასისტენტს, კომპოზიტორ და არქიტექტორ იანის ქსენაკისს გადააბარა, ისე რომ მთავარი წვლილი ამის აი იმაში, როგორც ეს გამოიყურება, შეიტანა ქსენაკისმა. და წარმოიდგინეთ, აი ამ ტერიტორიაზე ვერც კი ვიპოვე ზუსტად სად იყო ეს პავილიონი, მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ. მოხდა საოცარი რამე, უამრავი მნახველი შედიოდა ამ პავილიონის ერთ შესასვლელში და გამოდიოდა მეორეში. თვით პავილიონს კი ადამიანის კუჭის ფორმა ჰქონდა, საჩოის. ძალიან სიმბოლური დატვირთვა ამაშიც იყო. თვითონ შინაგანი სივრცე კი ამ პავილიონისა მოფენილი იყო 350-ზე მეტი დინამიკით და მასში სამ შრედ მიმდინარეობდა კიდევ ერთი არტისტის, დიდი კომპოზიტორის ედგარ ვარეზის 8 წუთიანი მუსიკა, მუსიკ კონკრეტ მუსიკა,
რომელსაც ერქვა poem ელექტრონული ლექსი. და ინტერლუდიებად კი ქსენაკისისავე სამწუთიანი ნაწარმოები კონკრეტ პეაში. აი ამ აუდიო ფონს ახლდა, ან პირიქით შეიძლება ეს ახლდა, ან შეიძლება ეს ყველაფერი ერთი ნაწარმოები იყო, იმიტომ რომ კედლებიც არ იყო ცარიელი, ან უბრალოდ განათებული, კედლებზე იყო პროექცირებული სხვადასხვა ტექსტები, ფოტოები, ვიდეო, რამდენიმე სამგანზომილებიანი ობიექტიც ეკიდა Le Corbusier's სტილში. Le Corbusier's შემოქმედების ნაყოფი და სადმე თუ თვალი მოგიკრავთ ამ ყური მოგიკრავთ ამ მუსიკისთვის და თვალი მოგიკრავთ იმისთვის, რაც აღდგენილი ვერსიით საკმაოდ ბევრია ახლა სხვადასხვა წყაროდან. დამეთანხმებით, რომ ამგვარი რამე ხელოვნების ისევ შეერთება თან აი იმ შთაბეჭდილებად, რომელიც მეორე მსოფლიოს ომის მერე ჯერ განელებული არ იყო, უაღრესად დიდი რამე იყო იქ მყოფი მნახველისთვის. ეხლა შეიძლება საჯარო სივრცეს მხოლოდ პირობითად წარმოადგენდეს, მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია სწორედ საჯარო სივრცე გავიაზროთ, როგორც ყველაზე უფრო გამართლებული და საჭირო ადგილი იმისთვის, რომ ხელოვნება იქ მდებარეობდეს და ხდებოდეს. ამიტომ მგონია, რომ სწორედ აუდიო ხელოვნება, სწორედ სმენადი ხელოვნება განსაკუთრებულ მდგომარეობაშია აქ, იმიტომ რომ 1000 რამე შეიძლება ეკიდოს კედელზე, ან 1000 რამეს სკულპტურა იქნება ეს თუ რაიმე პლასტიკური ინსტალაცია, შეიძლება გავავაროთ გვერდი და ჩვენი მხედველობა დიდად არ მიიტაცოს ამან. მაგრამ ჩვენ სმენას და ჩვენ სმენით აღქმას უფრო ნაკლებად გავექცევით ხოლმე. ამიტომ ის რაც გვესმის, შეიძლება კარდინალურად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს სწორედ იმ გაგებით, რომ გვესმოდეს არა საშაბაო ჯინგლები და ბანალური მუსიკი, არამედ ხელოვნების ნაწარმოები. თან ავტორებისა, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდა, ამ კონკურსშიც ეგრე იყო და რომელთაგან სამმა გაიმარჯვა ამ კონკურსში და სამივეს ულოცავ სული და გულით. ძალიან მიხარია, რომ ერთი ახლა გიას და ჩემს შორის ზის და ძალიან მიხარია, რომ ეს ხმათვილი იყო ჩემი სტუდენტი. ამას არ მოველოდი, ჯერთ იმიტომ რომ საქართველოსდან წასულია და სწავლობს და შრომობს და მორჩა სწავლას თურმე მეც ვიცი და მოღვაწეობს, ვთქვათ ეგრე, ბერლინში. მაგრამ არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო სტუდენტი და ვერც კი წარმოვიდგენდი კონკურსი ანონიმური იყო. რაღაცნაირად არ ველოდი, რომ მასაც მისწვდებოდა ეს ამბავი და ისიც მიიღებდა ამაში მონაწილეობას. ძალიან მიხარია ეს ამბავი და ძალიან მიხარია, რომ აღმოჩნდა ერთ-ერთი გამარჯვებული. ეხლა მე დიდხანს აღარ შეგაწყენთ თავით, უბრალოდ რამდენიმე მიქავრი სლაიდი ამ ლაპარაკში დავჭა. ეს ყველა ვიცით ვინ არის. აქ არიან ფილიპსის ვიღაც ტიპი, Le Corbusier და ედგარ ვარეზი. მაგრამ ვიმეორებ, გადამწყვე ხო ვარეზმა სტუდიაში გააკეთა ეს ყოველად უცნაური დღეს კი შეიძლება ცოტა გაგვეღიმოს რაღაც მომენტებზე, მაგრამ თუ არ მოგისმენიათ, გთხოვთ რომ მონახოთ და მოისმინოთ. ელექტრონული ლექსი, poem electronic ეგრე ქვია. აი ეს კი დაახლოებით ეგრე გამოიყურებოდა ყველა შპილი ამ ფილიპსის პავილიონის. ამის მერე შეიძლება ჩვენ მეტროს სურათზეც გადავიდეთ, იმიტომ რომ ისიც არ გამოიყურება ორიგო. ეს კი ჩვენი იანის ქსენაკისია საოცარი მაგალითი უკომპრომისო ხელოვანისა, როგორც არქიტექტორი და როგორც მუსიკოსი, როგორც კომპოზიტორი. ისე რომ ხო, ეს ერთი-ორი სლაიდი აქ კედლებზე რაც ხდებოდა. ისე რომ დიდი მადლობა ყურადღებისთვის და სიტყვას გადავცემ გიას თუ თორნიკეს ვილაპარაკობს. ხო, გამომდინარე კიდევ რომ ჩვენ ახლა ამ პროექტის გარშემო ტრიალებთ, მე მინდა კიდევ ერთი-ორი სიტყვა დავამატო რეზოს ნათქვამს. პრინციპში ახლა ეს ჩვენ ლაპარაკობთ აქ საუნდ-არტზე, აქ აუდიო ხელოვნებაზე, მე უფრო ამას ვეძახი აკუსტიკურ ნაკადს, რომელიც გვესმის და ის შეიძლება მუსიკასთანაც არ იყოს წილნაყარი, მაგრამ როგორც კეიჯმა თქვა, ყველაფერი მუსიკა შეიძლება იყოს, ნებისმიერი საუნდი, მაგრამ აი კონკრეტულად მუსიკოსები აკეთებენ ხო ამ პროექტს, ხო მუსიკოსები იყვნენ ეს ხალხი და კონკრეტულად თვითონ მუსიკა და სივრცე ეს საერთოდ ნებისმიერი მუსიკა სივრცეში ჟღერს
და სხვადასხვა სივრცეში ერთი და იგივე მუსიკა საერთოდ სხვადასხვანაირად ჟღერს და ამიტომაც იყო რომ ეს კომპოზიტორები, არტისტები, მუსიკოსები, დღეს რო საუნდ არტისტებს ეძახიან, მაშინაც იყო ესეთი რაღაც ყოველთვის ეძებდნენ მათთვის ყოველთვის გადამწყვეტი იყო ის სივრცე, სადაც უნდა გაჟღერებულიყო მათი ნამუშევრები. მე კიდევ უფრო მეც ვიტყვი და ამა თუ იმ საუკუნეში შექმნილი ნებისმიერი მუსიკა არის მორგებული იმ სივრცეს, რასაც ის იყო გათვლილი. როდესაც იქ ბეთჰოვენი თუ ვიღაც წერდა სიმფონიას, ანაც ოპერას როცა წერდა ვერდი, ის ითვალისწინებდა ოპერის დარბას, ითვალისწინებდა აკუსტიკას, იმიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა, როდესაც აკუსტიკას ამოწმებენ შენობის და აი ასე ეს კარნახობდა თუ როგორ უნდა გაჟღერებულიყო ესა თუ ის ინსტრუმენტი და როგორ უნდა გაჟღერებულიყო ხმაც კი იქ ბელკანტო იქნება თუ სოპრანო. თუ უფრო დავკონკრეტდებით ახლა რა მხედველობაში, ამაზე სხვათა შორის ძალიან კარგად ლაპარაკობს სტივ რაიხი, რომელიც სხვათა შორის ამერიკაში დაასახელეს მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ კომპოზიტორად, ანუ ავტორიტეტი მომყავს, ჩემი სიტყვები რო არ იყოს მარტო. მან თქვა ესეთი რაღაც, მას როცა კითხეს, რომ რატო აკეთებდა იმ მუსიკას, რასაც აკეთებდა, ნუ ამერიკული მინიმალიზმის ფუძემდებელია ფაქტურად, სწორედ სტივ რაიხი და არა იქ ფილიპ გლასი. და მან ასეთი რაღაცა უთხრა, რომ მე 50-იან წლებში ვიწყებ მუსიკის კეთებას, როცა უკვე მიკროფონები არსებობს, ანუ როდესაც ყური ბგერას იღებს სუსხვა წყაროდან და არ იღებს წმინდა აკუსტიკურად, როგორც არის იქ მაგალითად სიმფონიური ორკესტრის ინსტრუმენტი ან რაღაც ამდაგვარი ადამიანის ხმა და შესაბამისად მე ჩემი მუსიკალური მოღვაწეობისთვის საერთოდ არ მჭირდება არანაირი ესეთი ბარიტონი, სოპრანო, ამის სიტყვის კლასიკური გაგებით და კიდევ უფრო რაღაც ესეთ იმ პერიოდისთვის ეს ცინიკურად ჟღერდა, ამბობს ესეთი რამეს, რომ მაშინ არ იყო მიკროფონები და როდესაც ოპერას წერდა კომპოზიტორი, მისი ფუნქცია იყო, რომ ის ემღერა იქ ქალს ან კაცს ან არია რომელიმე რომ გაერღვია აი ეს ორკესტრის ხმა, ამიტომაც იყო ეს ხმის აპარატის დაყენება ასე შემდეგ. და ის ამბობდა რომ დღევანდელი გამოცდილებით, დღევანდელი სივრცის და რესურსების გათვალისწინებით ეს უკვე იმდენად საჭირო არ არის და მე არ მჭირდება ჩემი საქმიანობისთვისო. ეხლა ის რომ ძველი კომპოზიტორებიც კი სანამ ის მიკროფონს გამოიგონებდნენ, უკვე ფიქრობდნენ ამაზე. აი ერიკ სატის მაგალითია ყველაზე მკაფიო, რომელიც ცდილობდა დაეწერა არა ისეთი მუსიკა, როგორც ასეთი თავისთავად, არამედ დაეწერა მუსიკა, რომელიც იქნებოდა გათვლილი კონკრეტული სივრცისთვის. ეს ავეჯის მუსიკა, რასაც ეძახიან, რომელიც უნდა გაჟღერებულიყო სასტუმროს ფოიოებში თუ ასე შემდეგ. იყო სწორედ მისი იდეა, მაგრამ მეორე მხრივ თუ შევხედავთ, იმ პერიოდში მაინც ეს იყო იდეის დონეზე და ეხლა იმ სატის კომპოზიციები ჩვენ შეგვიძლია ეს რაც მოусმინოთ, ან ვიღაცა კონსერვატორიის დარბაზში დაუკრას. ამით ამ ნაწარმოებს არც არაფერი ემატება, არც არაფერი არ აკლდება. რეალურად ხდება რა, რომ როდის დაიწყო, აი მე ამაზე ახლა ბევრი დაობს, ბევრი ფიქრობს, მაგრამ როდის დაიწყო სწორედ აი ეს რასაც ლაპარაკობენ, ხო, რასაც ახლა ეძახიან sound arts, ანუ ეს აკუსტიკური რეალობა, რომელიც მუშაობს კონკრეტულ სივრცეში და შეიძლება საერთოდ არ ემუშაოს, მაგალითად სადღაც იქ კლუბში ან სადღაც დარბაზში, ხო? პრინციპში, როგორც ამაზე დღეს არ ვიცი, ახლა მე მგონი აღარც დავებენ უკვე, რომ ესეთი კონცეპტუალური მაგალითი, აი რეზო მოიყვანა მაგალითი, ეს არის აკადემიური სფეროდან, მაგრამ აკადემიური სფეროს წინაშე იყო სხვა გამოწვევები, მოდი ასე თქვა და პრინციპში ნახველი კი ყავდა ბევრი, ახლა ამას და ყველა გაოცებული იყო როგორც ახალი ხელი, რომელიც წარმოდგენაც არ გქონდა თავს რამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ იგივე ქსენაკეს, იგივე შტოკჰაუზენს იგივე აქვს გაკეთებული, ხო, მე მოგვიანებით. იგივე ეს კომპოზიტორები, ბუმბერაზე კომპოზიტორები, მაინც ავანგარდისტები, ყველანი, ხო, მაინც ეს იყო, მოდი ასე ვთქვათ, ელიტარული ხელოვნება და წვდომა, აი, რაც პროექტი იყო, ხო, მეტროში უნდა გაჟღერდეს რაღაც ეს საუნდი, ეს აკუსტიკური ნაკადი უნდა წამოვიდეს და მასთან შეხება უნდა კონდეს უამრავ ადამიანს, რომელიც საერთოდ არც ქსენაკის იცის ვინ არის, არც შტოკჰაუზენი და არც ეს კონცეპტუალური აღქმა რა არის მუსიკის, ხო?
ანუ თუ ჩვენ შეგვიძლია ლაპარაკით როდის გახდა ეს მეტნაკლებად წვდომადი და გასაგები უკვე შედარებით ფართო მასებისთვის, ნუ ყველა ამბობს, ანუ გაპაფსავდა, მოდი ესე ვთქვათ რა, ეს რასაც ქვია საუნდარტი. ამის დაბადებად ყველა ფიქრობს, რომ არის ბრაიან როსის ემბიენტი, დღეს ემბიენტის გარშე არაფერი არ არის, აი ეს ნამუშევრები რაც არის, პრინციპში ამასაც აქვს შეიძლება ემბიენტი არ არის, ემბიენტი უფრო ტექნიკაა ჩემი აზრით, მუსიკის კეთების ვიდრე მუსიკა, მაგრამ ემბიენტური განწყობა მოაქვს ყველას, იმიტომ რომ ეს თითქოს ესე ჟღერს, მაგრამ შეიძლება ემბიენტი არ იყოს და არ აქვს მნიშვნელობა იქ ნოიზია თუ აბსოლუტურად დამამშვიდებელი მუსიკა. მაგრამ რატო ვამახვილებ ახლა ამაზე ყურებელობას? ის მუსიკა, რასაც ემბიენტს ეძახიან და ბარიანინოს სახელს უკავშირდება ეს მუსიკა. Music for Airports, როგორც ერქვა, ხო? ანუ ის დადიოდა გადაფრენები ქონდა სულ და ის მუსიკა, რომელიც ესმოდა აეროპორტში იქნებოდეს რა შლაგერები გერმანული, ან რაღაც პოპულარული ბრიტანული თუ ამერიკული სიმღერები ხალხის გასართობად, თვლიდა რომ ეს არ იყო ადეკვატური. ამას არ მოქონდა ის განწყობა, რაშიც ადამიანი ვარდება, როდესაც აეროპორტის სივრცეშია. აი ამაზე დაიწყო ფიქრი და ის მუსიკა, რომელიც მან გამოიყენა და ეს მუსიკა კონკრეტულად არ იყო შექმნილი ამ ალბომისთვის, მანამდე უკვე არსებობდა და მანამდე უკვე არსებობდა გერმანიაში, რომელსაც მისი მეგობრები წერდნენ, ეს სხვადასხვა ერთ-ერთი მათგანი იყო ახლა ხან თბილისში, ეს იოხიმ როდელიუსი, მისი კომპანიონი კუდარია სამწუხაროდ გარდაიცვალა და ესეთი მუსიკა, ოღონდ როგორც მუსიკა, აი ამას მინდა ხაზი გაუსვა, ანუ მუსიკა როგორც დამოუკიდებელი მუსიკა, რაღაც განყენებული, აბსტრაქტული შეგვიძლია დავარქვათ, უკვე არსებობდა გერმანიაში და ეს ხალხი აკეთებდა რაღაც ჰამბურგში, რომელიღაც დინარის პირას, რაღაც აჩვენეს სხვათა შორის ის სახლი, სადაც შეიქმნა ფაქტიურად ეს მასალა ემბიენტის, სადაც გათბობაც არ იყო და ხეს ჭირდნენ და ათბობდნენ იმ შენობას ისე. მაგრამ საქმე სწორედ იმაშია, რომ კონცეპტუალური ბაზა მოუძებნა ბარიანინომ აი იქ ჩაწერილს, თვითონაც იღებდა მონაწილეობას და ის მუსიკა, რომელიც აბსოლუტურად შეიძლება გათვლილი იყოს სცენისთვის, ან სტუდიაში სამუშაო და ჩასაწერად ალბომზე დასაბეჭდად, მან კონცეპტუალურ ბაზაზე ეს აქცია უკვე ის, რასაც დღეს ვლაპარაკობთ, აგერ საუნდარტი იქნება ეს აკუსტიკური ნაკადის სივრცის მუსიკა, რომელიც არის შეზრდილი აი ამ სივრცესთან. და რეალურად უკვე აქ დგება საკითხი. სივრცე კარნახობს ის თუ როგორი უნდა იყოს ეს აკუსტიკური რეალობა, თუ თვითონ არტისტი ქმნის ისეთ რამეს, რომელიც უნდა იყოს ადეკვატური ამ სივრცის შესავსებად. და ჩემი მოსაზრება არის ასეთი, თუ ეს ურთიერთშექცევადი არ არის, ფაქტურად დარღვეულია ეს უბმა და ის ვერ იქნება ეფექტური. როცა ჩვენ აი ჟიურის წევრებმა მოვისმინეთ ეს ნამუშევრები, ჩვენ ამოვიდით სწორედ აქედან. ანუ აი პირადად მე გეტყვით და დამეთანხმება სხვაებიც არ არიან ახლა აი კორძი იყო, ხო? რომ პირადად მე იმ 10-დან ჩემი ფავორიტი მუსიკა, რომელსაც მე მოусმენ სახში წამოწვევი ან ჩავთავი, შეიძლება სულ სხვა იყო. მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ სად უნდა ჟღერდეს ეს, არა მარტო მეტროს ესკალატორზე, კონკრეტულად რომელი მეტროს სადგურის ესკალატორზე, ამასაც მნიშვნელობა აქვს. და მე მეტროს პროფესიონალი მომხმარებელი ვარ ბავშვობიდან, რომ და სადგურის მეტროსთვის რო ყოფილიყო ეს პროექტი, ესენი მე შეიძლება არც ერთი არ მომწონებოდა, რომელიც მას ახლა გაიმარჯვა. მე პირადად ჩემი მოსაზრება მე ჩავთვალე, რომ ეს ნაწარმოებები, რომლებიც ჩვენ მოგვეწონა, თითქმის შევთანხმდით ყველას ერთ-ერთი მოგვეწონა, ერთის გამონაკლისის გარდა. იყო ყველაზე ადეკვატური იმ სივრცისთვის, რასაც ქვია რუსთაველის მეტროს გვირაბის ჩასასვლელი ესკალატორი და ის 2 წუთი, როდესაც ადამიანი დგას ამ ესკალატორზე და ატარებს ან ზევითადის, ან ქვევით ჩამოდის. ეხლა ალბათ კარგი იქნება თუ აი ერთ-ერთი გამარჯვებული ზის ჩვენთან და მე შემიძლია ხო უკვე რომ დავიწყო, ანუ მე მაინტერესებს რა აი ეს რაც მე თქვი ახლა რატომ აი ზუსტად ამის თქმა მინდა ჩვენ ამაზე წინასწარ ვილაპარაკეთ, მინდა გითხრათ ასე რომ ერთმანეთში მიახლოვით ვიცით ერთმანეთის მოსაზრება. აი რატომ აი ის რაც შენ გამოიყენე, აი რომ შეგექმნა ეს რაღაც საუნდარტი, ხო? რატო ფიქრობ რომ ეს არის გათვლილი სწორედ რუსთაველის მეტროს სადგურის გვირაბისთვის და ნუ მაგალითად არ შეგვიძლია ეს გავაჟღეროთ სადმე ვარკეთილის მეტროში ან რაღაც ამ დაგვარში. ნუ რა არის სპეციფიკა ადგილის? პირველ რიგში ის რომ ნაწარმოები რომელიც მე გავაკეთე ამ სივრცისთვის
რამოდენიმე შრისგან შედგებოდა და ერთი შრე იყო თვითონ ამ მეტროს ხმოვანებების ჩაწერა ელექტრომაგნიტური მიკროფონით და სხვადასხვა ფორმატის ექსპერიმენტული მიკროფონებით და იდეა იყო რომ თვითონ ამ მეტროს ფორმალური ხმოვანების ამ ამპლიფიკაცია კარგიც ქართულად როგორ არის ეს გაკეთებული იყო ასე ვთქვი და ანუ თვითონ ის საუნდები რომლებიც გამოყენებული არის თავი მეტროშივე დაბადებული საუნდები რომლებიც თავის თავშივე არის დაინსტალირებული ასე ვთქვი ეს იყო ერთი შრე მაგრამ ეგ არ არის საკმარისი რომ შეიქმნას ის რისთვისაც ჩვენ მოგვეწონა მარტო მაგიტომ არ მოგვეწონებოდა მეორე შრე რაც იყო ქართული ფოლკლორით დანაღებული და დასავლური ელექტრონული მუსიკის თუ ელექტრონული ხმოვანების კონტექსტში გადამუშავებული მონაკვეთები, რომლებიც ჩემი აზრით სივრცის საბჭოთა წარსულთან ისე კარგად შედიოდა დიალოგში. რატო საბჭოთა წარსულთან? იმიტომ რომ როგორც მე ვიცი, ეს არის საბჭოთა ძეგლი, საბჭოთა არქიტექტურის ესეთი გამორჩეული ძეგლი, ხო. ყველა მახასიათებლებით ამ ეპოქის და ჩემთვის საინტერესო იყო ხო ამ სივრცის გააზრება. იდეაში როცა მოვიდა დავალება კი არა და გავიგე კონკურსის შესახებ, კითხვა დამებოდა ხო რას ნიშნავს ეს სივრცე ჩემთვის და რა შრეებს მოიცავს ეს სივრცე, რომლის ანალიზით შეიძლება და შემდეგ ხმების შექმნით ამ ანალიზის პასუხის გაცემა არის ხო რამდენი სწორად, მაგრამ ერთი იყო ის რომ ეს არის რაღაც მეტრო, რომელიც ყოველდღიური რაღაც ტრანსპორტის საშუალება არის, ეს არის ესკალატორი, რომელიც ერთი სივრციდან მეორე სივრცეში გადაყევ ხარ, რაღაც ტრანზიტული დინამიკა აქვს თავისი, ხო, ეს არის ადგილი, სადაც მიდიხარ, რაღაც 2 წუთი კონტროლს თმობ, რაღაც ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადაყევ ხარ თუ ერთი სივრციდან მეორეში. და ხო, მესამე ის იყო, რომ ეს არის საბჭოთა არქიტექტურის ძეგლი. და პირადად ჩემთვის ეს ძეგლები იმ მხრივ არის საინტერესო, რომ საკმაოდ ახლო არის და ნაცნობი არის და რაღაც გაზრდილი ვარ ამ ადგილებში და ცოტა შორიდან რო უყურებ, რაღაც პროტესტის გნობას დაყვება და საინტერესო იყო ეს ფოლკლორის ელემენტები, რომლებიც გავაჟღერე ამ სივრცეში, რა დიალოგს შექმნიდა და თვითონ სივრცის ტრანსფორმაციას როგორ მოახდენდა და თვითონ ეს საუნდები როგორ კონტექსტში გაჟღერდებოდა, იმიტომ რომ როდესაც რაღაც ხმოვანებას აჟღერებ რაღაც სივრცეში, ის სივრცე თავის კონტექსტს აძლევს. ხო, ის უკვე სამკეთმდგომი ხმოვანება აღარ ხდება. ხო და ხო, ნაწარმოები განვიხილე როგორც ერთგვარი რაღაც ხმოვანი ქანდაკება, რომელიც ამ ფიდბექში არის ამ სივრცესთან. და იმ ხალხთან, რომელიც დგას. და რა თქმა უნდა, იმ ხალხთან, რომელიც ამ სივრცეს გადის. და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ერთი კითხვა რაც მქონდა და სანამ სივრცეში არ მივედი და დავიწყეთ ამის დაინსტალირება ვერ მივხვდი. ეს სწორედ ეს მინდოდა შემდეგი კითხვა. იყო რა ხმის სიხმამაღლავეზე უნდა დაკრულიყო ეს ყველაფერი და რა რეაქციას გამოიწვევდა ხალხისგან, იმიტომ რომ რაღაც რომ მიდიხარ ხელოვანი და შენი ელემენტები შეგაქვს სივრცეში, რაღაც პასუხისმგებლობას გრძნობ ფიქაურობის, ხო რაც ლოკალური არ ვიცი როგორ დავარქვა environment გარემო არის ხო და იქ არის ხალხი რომლებიც მუშაობენ 24 საათი, იქ არის ხალხი რომელიც გადის და არ უნდა რომ თავის სამსახურში მიდის ან ბრუნდება ხო ან თვითონ მეტროს თანამშრომლების რომლებიც იქვე მუშაობენ და ხო ისეთი mixed რეაქციები ქონდა მაგრამ ხო გადაუწყვეტეთ რომ ძალიან ხმადაბალ ყოფილიყო ეს რომ ერთგვარი ინტერვენციაც ყოფილიყო სივრცის აკუსტიკურ გარემოში და ასევე არც ძალიან თითად გაიღიზიანებინა ეს რუტინა. მაგრამ სადღაც ის 2 წუთი, რაც და 2 წუთის ძალიან გრძელი მონაკვეთი არის. ამ 2 წუთში რაღაც თვითრეფლექსიის მენტალური სივრცე შექმნილიყო, ასე ვთქვა. ხო, ფაქტიურად ეს ერთ-ერთი დანიშნულება იყო ამ პროექტის, რომ არა მხოლოდ კომფორტულად იყოს გზავრი რო ჩადის, არამედ პირიქით შეიძლება რაღაც პატარა დისკომფორტი იგრძნოს, რომელიც შემდგომში უკვე სხვა სახის კომფორტად გადაექცევა, რომელიც არსებობის შესახებ შეიძლება თვითონ არც იცოდეს და არც უფიქრი არასდროს. ძალიან საინტერესოა და ძალიან გასახარია განსაკუთრებით შენი ბოლო სტეიტმენტი იმაზე, რომ ანგარიში უნდა გაეწიოს სმენელს, მე ხალხურის შესწორებაც რომ თან ანგარიში უნდა გაეწიოს და იმასაც უნდა გაეწიოს ანგარიში, რომ თლად კომფორტულად არ აგრძნობინოს თავი. აქ არის ეს ზღვარი მართლაც
მაგრამ ერთი ძალიან ეგეთი ტექნიკური დეტალი დამაინტერესებდა. სანამ კიდევ ერთხელ მოგილოცავდეთ ორივე სამივეს. რამენაირად იყო თუ არა შენ თვალსაჩინოში ის რომ ეს იყო ბევრი დინამიკი და შენ რაღაცნაირ მოძრაობაში გევალებოდა მსმენელისთვის ამის ხო ამ აღქმის განფენა. ეგ მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ ყოფილიყო მრავალარხიანი სისტემა და ამ შემთხვევაში მოცემულობა იყო მონო ერთი არხი, რომელიც არ გაძლევდა საშუალებას ამ აკუსტიკური სივრცის ეს ფაქტობრივად მისდევ შინაარს, ხო? ხო. თუმცა ძალიან საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ აი თვითონ მუსიკის დროს მაინც ეს მოძრაობა რაღაცნაირად იყო გათვალისწინებული. რომ ეს არის არა დგომით მოსმენა, არამედ ხო, ნუ თვითონ გეხარ, მაგრამ სივრცეში მოძრაობ. ამას ის მე რა ტემპორალურად იყო გათვალისწინებული, ნუ იმას გულისხმობ, რომ დაახლოებით წარმოვიდგინე და ვიდეოებიც ქონდა ნანახი, რა სისწრაფით მოძრაობს ესკალატორი და დაახლოებით რიტმი ფაქტიურად რა. ხო, ცვლილების, ხო, შეგვიძლია რიტმი ვთქვათ, ხო. და ჩემ ნაწარმოებშიც რა სიჩქარის ცვლილებები იყო და ხორი. ეგეთ ტალღური ისიც ხო არის, ხო? ერთ შორდები, მეორე მეორეს უახლოვდება. ეს სხვათა შორის თვითონ სპიკერების კი, ანუ როდესაც ჩადიხარ, მე მგონი არ ვიცი იცვლება თუ არა, მაგრამ ერთი შუაში როდესაც ჩადიხარ თუ ამოდიხარ, ორივე მხრიდან გაქვს სპიკერები და რაღაც ფსევდო სტერეო სივრცე იქნება, სტერეო კი არა და ხო, რაღაც მოძრავი სივრცე, ცვლადი სივრცე იქნება და როდესაც ჩადიხარ, მხოლოდ ერთი მხრიდან არის და მაშინ უფრო სტატიკური. ვისაც ჯერ არ ჩაუვლია ან აუვლია და არ განუცდია ეს სივრცე, ხურვალეთ მოუწოდებ რომ განიცადოს. იმიტომ რომ მარტო ლაპარაკად არ დარჩეს ეს ყველაფერი. ანუ თვითონ მეტროს ჩასასვლელი ხო საკმაოდ ღრმა არის და თვითონ ხმას რა ემართება გარდა იმისა რომ ყოველთვის ვიყოლი და ხმას ან იცვლება თუ არა მისი ესე თქო დაახლოება იმიტომ რომ თავიდან გაგზავნეთ ვარ და მე რაღაც გუნდება ყურები ხო რა ტექნიკურად გულისხმობ თუ ესთეტიკურად? ესეთიკურად ანუ რა თუ აკუსტიკურად ხო ანუ აკუსტიკურად შემიძლია გავცე პასუხი რადგანაც და ხო, ანუ როდესაც შედიხართ მეტროს შესასვლელში, თავიდან ღია არის ეს სივრცე. შესაბამისად მეტი ადგილი აქვს ხმას გავრცელებისთვის და არ გუგდება ერთი და იგივე ადგილას, ასე ვთქვათ, რაც უფრო ქვემოთ ჩადიხართ, მით უფრო ბევრი რეზონანსი არის, უფრო დახურული სივრცეა და ანუ კომპოზიციის სიხშირული სპექტრი ძალიან იცვლება, ასე ვთქვათ, ანუ უფრო ინტენსიური არის. ანუ ფაქტობრივად რაც უფრო ჩადიხართ, რაღაც ცენტრალური, ხო, ეგრე გამოდის. ბოლომდე არა, ერთი რაღაც მომენტი აქვს ცენტრალური და შემდეგ ქვემოთ უკვე გასასვლელი სივრცისკენ რო ჩადიხართ, იქაც იშლება ხმა. შესაბამისად, რაღაცისკენ მიდიხართ და მერე შორდებით იმ რაღაც ცენტრალურ სივრცე, კი, ძალიან დიდი ფორმა, ანუ ხო. მოძრაობაზე რო ლაპარაკი მაგაზე რო თვითონ ხმა როგორ მოძრაობს ამ სივრცეში ხო, ხმა როგორ მოძრაო დასაწყისში ხო, თითქმის ხო, არ ვიცი, აი ნინოსაც შეიძლება თავ. ნინო დავაძე მეორე გამარჯვებული სხვათა შორის ახან მე წარვადგინე მაშინ მე დავამატებ სხვათა შორის არ ვარ დარწმუნებული აღარ მახსოვს ზუსტად მაგრამ პირველივე რომელიც იყო შეირჩა როგორც გამარჯვებული და იყო ფაქტობრივად უკონკურენტოდ ყველას მიერ ეს იყო ნინოს ნამუშევარი მე კიდე ჩემი ისიც ქონდა იმიტომ რომ მისი ალბომი რომელიც გამოვიდა წელს და აგორა ქვია ყველას გირჩევთ მოусმინოთ და რა არის საინტერესო ახლა მაშინ მე ვიტყვი კიდე ხო დასაწყის რეზოსტო უნდა არ ვიცი არა რა არის საინტერესო აი მე დავინახე ბმა ის რაც მოვისმინა ჯერ კიდევ აპრილში და რაც იყო ახლა რომ ეს არ არის მოსახელთებელი, ანუ ვერ მოიხელთებ, მაგრამ აი ალბომში რაღაც ეტყობა, რომ ესეთი გინდ მუსიკა დაარქვით, გინდ საუნდ არტი დაარქვით, გინდ აკუსტიკური რეალობა, ნაკადი სივრცე შესაძლებელია შეიქმნას მხოლოდ აქ და სხვაგან ალბათ ვერ შეიქმნება. ახლა ეს რაში გამოიხატება, არ ვიცი, აქ საკუთარი ინტუიციას თუ ენდობი, მაგრამ ინტუიციამ არ მიღალატა მე ჩემი აზრით, რადგანაც იმ აპრილში ალბომშიც დამჭა ესეთი შთაბეჭდილება, იმიტომ რომ აგორა ხო რა არის რა შეიძლება თვითონ თქვას. რაც აგორაა ესეც რაც წარადგინა მეტროსთვის იდეაში, ხო? და ზუსტად იგივე შტაბ, თუმცა ინკოგნიტო იყო და არ ვიცოდი ვისი იყო, მაგრამ აი რაც კი ვერ მივხვდი რომ ეს ერთი და იგივე პერსონაჟი იყო ავტორი, მაგრამ აი
ის დაბეჭდილება, რომელიც მე ძალიან მომწონს, ანუ რითი თქმა მინდა მე, აქ არ არის ლაპარაკი მარტო მეტროს ინსტიტუტ კონკრეტულად სივრცეზე. როდესაც მე რაღაცას უსმენ, ჩემთვის მნიშვნელოვანია რა თუ რატო აკეთებს არტისტი, როცა ამას აკეთებს, რატო არის ეს მისი мотиваცია და რატომ არ უნდა გააკეთოს სხვანაირად და უნდა გააკეთოს ზუსტად ისე რეზულტატის თვალსაზრისით და რატომ უნდა იყოს ეს ისეთი რეზულტატი, რომ რაღაცნაირად უკავშირდებოდეს იმ გარემოს, იმ სივრცეს, იმ ტერიტორიას, თუნდაც იმ ხალხს, რომელიც მის გარშემო ტრიალებს, იმიტომ რომ ამის გარეშე არ არის ინტერაქცია და სწორედ ერთ-ერთი ფუნქცია ამ პროექტის იყო რომ ეხლა სივრცეთ როგორ უნდა ჟღერდეს, მაგრამ იქ ცარიელი კედლებისთვის არ არის გათვლილი, ხალხი დადის და ხალხთან არის პირველ რიგში ინტერაქცია სივრცის და იმისი რაც ესმის. აი ამ თვალსაზრისით ჩემი ფავორიტი ნამუშევარი იყო ნინოს ნამუშევარი და ეხლა კარგი იქნება თუ თვითონ იტყვის თან მინიმალისტურია რაც მე ყველაზე ძალიან მომწონს და თვითონ იტყვის ერთ-ორ სიტყვას თუ რამდენად იმოქმედა მასზე აი იმ კონკრეტულ აი შევეკითხე სხვათა შორის თორნიკესაც რომ აი კონკრეტულად ეს სივრცე რატომ იყო შეთვის დამაინტრიგებელი გაეკეთებინა ზუსტად ისე და არა სხვანაირად. გამარჯობა. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ და ძალიან ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. უბრალოდ ჩორიდან მოვდივარ და გაიწელა გზა. და მადლობა ძალიან დიდი გია ესეთი შესავლისთვის და აგოროს გახსენებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს სულ ეს მართლა რუსთაველის მეტროსთვის ნაფიქრი იდეა იყო პრინციპში. და კომპოზიციურად და მუსიკალური ელემენტებით მე ვიტყოდი რომ დიდი არაფერი, იმიტომ რომ პრინციპში ჩიტების და საველე ჩანაწერების ხმაი, რომელიც გასულ წელს ჩავიწერე კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე და ბაკურიანში. და თან ის არის რომ სეზონები ირეოდა შუთ ბაკურიანში ზამთარში დავდიოდი ხოლმე და კოლხეთის დაცულ ტერიტორიაზე ზაფხულზე. და პირველ რიგში მაგით წავედი რომ რადგან ეს ბიბლიოთეკა უკვე მქონდა საველე ჩანაწერების ვიფიქრე რომ ძალიან კარგი იქნებოდა ამ შემთხვევაში გამოყენება. ეს სარისკო კი იყო იმის ფლორა და ფაუნის შემოყვანა მეტროს გვირაბში ალბათ, მაგრამ გაამართლა. ხო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მე მგონი. ანუ ეგ უნდა დავიწყო მე მგონი იმით რომ ძალიან პერსონალური რაღაცა ხო პერსონალური ამბიდან მოვიდა ეგ ამბავი რომ მე დავშვა თბილისში არ დავბადებულ ვარ და არ გავზრდილ ვარ და პირადულია ესე იგი უაღრესად ჩემთვის. ხო პირადულია პრინციპში ხო მე მგონი ყველაფერი პირადულია რასაც ვაკეთებთ ხოლმე ხელოვნებაში, მაგრამ ეს შემთხვევა კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო, იმიტომ რომ ურბანული სივრცე ჩემთვის ან ვერ ვარ დიალოგში ბოლოს აგერ გამოვიდა მიუხედავად იმისა რომ უკვე 5 წელია თბილისში ვცხოვრობ ჩემთვის არ არის მთელი რიგი ხმა თუ ქალაქის დინამიკა არ არის ჩემთვის ბუნებრივი. და მაგიტოს სულ ვცდილობ ხოლმე რომ ვიპოვო გზა როგორ ვურთიერთობ ამ ქალაქთან და ამ ბოლო დროს ხვდები რომ უკვე ნაკლებად უნდა გავუძალიანდე მაგალითად, მაგრამ წლები გავიდა იმაში რომ ვეძებ გზებს როგორ შეიძლება რომ ჯანსაღ ურთიერთობაში ვიყო ამ ქალაქთან. და როცა ეს პროექტი გაჟღერდა ესე რომ ეს იქნება მეტრო გამახსენდა ის რომ მე ვცხოვრობდი ტყისპირას ბავშვობაში და ჩვენ სახლთან სულის მუდა ხარაგაულში დავიბადა გავიზარდე ის მუდა მატარებლის ხმა და ვფიქრობდი რომ ვა მეთქი ანუ მატარებლის ხმა უკვე მექნება თუ მეტროში გაკეთდება ეს და ის გზა რომ რაღაცნაირად დავაბრუნო ეგ შთაბეჭდილება ბავშვობის და მთელი ცხოვრების რომელიც ჩემთვის ორგანული არის და რასთანაც ვარ კონფლიქტში პირველად მოხდა ამ შემთხვევაში ისე რომ თან ვარ ქალაქში თან ვაკეთებ ხელოვნებას და თან ვარ თანხვედრაში იმასთან რაც ჩემთვის ყოველთვის იყო და იქნება ის რაღაცა რომელსაც ჩავეჭიდები საერთოდ ძაფი. ამიტომ ხო ძალიან პერსონალურია და თორნიკესთან ერთად დავიარე პირველად ესკალატორზე როცა ეს ხმა გავიკეთ და ეგ შთაბეჭდილება არ დამავიწყდება როცა ვიყავი ავდიოდი პირველად გავიგე და ხმა ჩემი მუსიკის და თან მუსიკის რა ხმის და ვფიქრობდი რომ ვაუ ეს უკვე ხდება და შეიძლება ეგეთი რამე მოხდეს რომ
ხეთ რაღაცებს ვაკეთებთ ხოლმე ცხოვრებაში და რაღაც მომენტში ყველაფერი იკვეთება ერთ წერტილში. შეიძლება ვერ ხვდებოდეთ, რატო ვაკეთებთ, რა შუაშია, მაგრამ რაღაც მომენტში ერთიანდება ხოლმე. და ეგ მომენტი იყო ჩემთვის ის, როცა მე შემოდა ტყის ხმაც ბავშვობის, ისმოდა მატარებელიც და ამაში არაფერი, ამას ყველაფერი ოკეი იყო და აღარ იყო კონფლიქტი. ხო, ამიტომ ძალიან პერსონალური ნამუშევარია კი. თან ეხლა ვფიქრობდი, რასაც ლაპარაკობდი იმაზე და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს მეტროს სადგური ეს კი არის ურბანული სივრცე, მაგრამ მეტროს სადგურების სწორედაც რომ პირველ რიგში უმთავრესად არაურბანისტი ხალხის მოქმედების და მისვლა-მოსვლის არეალია. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თავის რაღაც პირადულს იპოვის, ძალიან ბევრი ადამიანი ამას იპოვის და არა აქვს მნიშვნელობა ის ქართველი იქნება, საიდანღაც ჩამოსული იქ რა ვიცი ინდოეთიდან ან თუნდაც იქიდან საფრანგეთიდან. პრინციპში ეს ისეთი მეტროს სადგურია, ყველაზე ინტერნაციონალურია, ხო? მან იქ არ არის კონკრეტული რაღაც უბნის ტრანზიტის გარემო. ხო, უბნის მეტრო არ როგორც მაგალითად გდანში იყოს, რომელიც მიჯაჭულია რაღაც უბანს. ზოგადად ეკუთვნის და ეს კოსმოპოლიტურია ყველა ვარიანტში. აი ამ ხრივ მნიშვნელოვანი. ხო, კიდე ერთი რაღაცა მინდა, რაც ეს მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ მე გავიგე, უნარიანად იყენებს თავის ხმას, ვოკალს, ნინო და აი ამ ცდუნებას რომ გაუძლო, იმიტომ რომ ჩემი აზრით შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა აი ამ გამოწვევიდან გამომდინარე, რაც იყო იქ, იმიტომ ადამიანებს უყვართ ამეთი კოზირების გამოყენება და ერთ-ერთი კოზირია თუ როგორ ჟერის, როგორ იყენებს თავის ვოკალს, ესე არტისტულად თქვა თუ და აი ამას აი ამ ცდუნებას რომ გაუძლო კიდევ უფრო დიდი პლუსი გახდა მე ჩემთვის, როდესაც გავიგე, ვინ იყო გამარჯვებული თუ რა. მანავე კიდევ ერთხელ მე ვთქვა, რომ არავინ არ ვიცოდით. არც გვინდოდა გაგება მგონი, ხო? მე რო გითხრეს ბოლოს, არც გვაინტერესებდა პრინციპში, ვინ რომელი იყო, ვირას წარმოადგენდა. შეიძლება ვკითხოს მე და გისურვებ, ხო, რომ ისი შენი უკეთესი იქნება. და პირველი რაც მომხდა ის, რომ ორი ნაწილისგან შედგებოდა და დილისთვის ცალკე, მე მგონი ამაზე არ გისაუბრია, ხო? ანუ დღისით თუ დილის პერიოდისთვის სხვა ლაპარაკობდით ჟურის რო ვარჩევდით ამაზე დილით საღამოთი ერთი არ მოგვეწონა, იმიტომ რომ არადეკვატური იქნებოდა საღამოთი მე მგონი თუ რაღაც ამდაგონებია. ხო, ეს თან ხდებოდა, ეგ უნდა აღნიშნო მნიშვნელოვანია, რომ იმ პერიოდში ძალიან ემოციურად ვიყავ მეც რაჭის ტყეებთან დაკავშირებულ ამბებზე, ზოგადად ტყეების თემაზე და ჩემთვის პარადოქსულია გარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ დათქმა ბუნებრივი ესეთია, რომ ჰაერს ყველა თანაბრად ვსუნთქავთ, ტყეთი და ბუნებრივი მოცემულობებით ყველა თანაბრად სარგებლობს, ყველას ერთნაირი სენსიტივობა გვაქვს სხეულის. დღევანდელი კაპიტალისტურ პოლიტიკურ ეკონომიკური სისტემა ისეთ შრებს ქმნის, რომ ტყე უკვე ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი აღარ არის. ვიღაცისთვის უფროა, ვიღაცისთვის უფრო ნაკლებად არის. და ამით იმდენად ვიყავი შეშფოთებული თუ გაკვირვებული, იმიტომ რომ არ ვიცი საით მიდის აქ ყველაფერი, ხო? ვიღაცას უფრო მეტი წყალი აქვს, ვიღაცას არა, ვიღაცას მეტი მწვანე შეხვდება, ვიღაცას არა, როცა საერთოდ სხვა მოცემულობით ვართ დაბადებული. და მინდოდა რომ პირველ რიგში ეს ტყე ყველასთვის თანაბრად ყოფილიყო, ვინც მეტროში ჩავიდოდა და თან სოციალური კლასები ახსენეთ, ხო გია და ხო ძირითადად მუშათა კლასი სარგებლობს მეტროთი, ხო თუ საშუალება აქვთ ადამიანებს ძირითადად მანქანებით გადაადგილდებენ, მაგრამ ვისაც არ ყავს მანქანა, ის მეტროთი მოძრაობს, ხო? და მეც მათ შორის ვარ მეტროს მომხმარებელი და სულ ვინაწილებ სხვა ადამიანებთან ერთად ამ რაღაცა საჯარო სივრცეს. და მაგიტომ მინდოდა რომ გავთანაბრებულიყავით უკვე არა ურბანული მოცემულობით, რომ მე ეგეთ სამსახურში მივდივარ, შენ სხვანაირ სამსახურში მივდიხარ. ანუ ამ ხრივ კი ან გასართობად მივდივარ. ან გასართობად. მინდოდა რომ ერთი ხმის თუნდაც ილუზორული საშუალებით გავთანაბრებულიყავით. და უკვე ტყე მაგალითად ყველასთვის ერთნაირი ყოფილიყო ამ თუნდაც ხმის გავლენით. და ის რომ დილა და საღამო უნდა ყოფილიყო, პრინციპში ეგ არის რომ ტყე არ არის ერთნაირი სულ. არც მეტრო არ არის ერთნაირი, მაგრამ ტყეს სხვა მოცემულობები აქვს, ხო, სხვანაირად თენდება, სხვა ჩიტები მღერიან მაგალითად დილით და სხვა ჩიტები ჭიჭიკებენ საღამოს.
და ეს რუტინა, რომელიც მინდოდა რომ შეცვლილიყო რაღაცა урბანული რუტინა, უკვე ბუნებრივი რუტინით, იდეალურ შემთხვევაში სეზონებიც იქნებოდა განსხვავებული და მე მაშინ არ ვიცოდი რომ 6 თვე იქნებოდა ეს ინსტალაცია, თორე ხო ან შეიძლება რომ შევცვალოთ გაზაფხულზეც, ხო? თუ გაზაფხული მომა, გაზაფხულის ჩიტებმა იმღერა. და ხო აი ეს დღეს დაღამის მონაცვლეობა პრინციპში ეს იყო რომ რაღაცა урბანულ რუტინაში შემეცურებინა უკვე რაღაცა ბუნებრივი გარემოს რუტინა, რომელიც ძალიან განსხვავება მე მგონი შესამჩნევია ამ შემთხვევაში კი. მადლობა ძალიან კითხვისთვის. ესე მინდა კიდე ერთი რაღაც თქვა, რომ ეხლა აქ სკულპტურა კი აჩვენეს წინა, მაგრამ დღეს ჩვენ არ გვაქვს საშუალება, აზრი არ აქვს მოსმენის, მაგრამ აი რაზეც ამახვილებს ყურადღებას ეხლა ეს ტყეში ჭიჭიკი. ეს პირველი რიგში ასოციაციას აღძრავს, რომ ჩვენ გვესმის თითქოს ტყეში, საერთოდ არ გვესმის, ეს ყველაფერი ისმის, მაგრამ ხვდები რომ ტყეში არ ხარ. ანუ როცა usmen, ეს არ არის ის მდგომარეობა, რაც ტყეში გესმის საერთოდ. ეს გესმის ისეთ ადგილას, სადაც ესეთ ეს არ უნდა გესმოდეს, მაგრამ ეს გეკაიფება რა. ეს ანუ ეს დემოკრატიულობა რაც არის დროს ნამუშევარში მე ძალიან მომეწონა. ანუ იქ არ არის არანაირი რაღაც art poza, sound art poza, რომელიც ხას უსმევს ავტორის რაღაც ისეთ ცოდნებს, რომელიც შეიძლება უბრალოდ მოგდათათვის იყოს მიუღწეველი და სპეციალური მომზადება სჭირდება. ეს არა, პირიქით, ყველაფერი არის ესეთ სუბუქად, დემოკრატიულად, მინიმალისტურად, ეფექტურად. რა სიტყვით თორნიგეში? დავეთანხმებ. ხო, ну, ჩემთვისაც ქანდაკება რო ხსენ. ანუ მე ამ თლიან ინსტალაციას შევხედე როგორც ხმოვან ქანდაკებას სივრცეში. ეს სიტყვა ქანდაკება რაღაცნაირად ხო, ეგრეც ეძახიან ახლა sound sculptures უკვე რაღაც ესეთი გამოთქმაც არსებობს. ან sounding sculpture. ხო, sound ინსტალაციებია ეს ფაქტობრივად. ხო, ну, რაღაც ბევრი მიმდინარეობა ჩაიშალა sound art-ი, როგორც მე ვიცი, ну, sound sculpture შეგვიძლია ცალკე განვიხილოთ, sound ინსტალაცია ცალკე განვიხილოთ, ზარქის სკულპტურა ცალკე, ну, იქ შეიძლება რაღაც თავარია რომ ეს ყველაფერი განყენებული არ არის და იმასაც ხვდები რომ ამის უკან დგანან ადამიანები, რომელთაც ეს შექმნეს და რომელთაც ყოდათ იმპულსები, იცოდნენ რა საკეთებდნენ, რისთვის საკეთებდნენ და როგორი უნდა გამოსულიყო. როდესაც ეს თანხმდრა ხდება, მეტნაკლებად იდეალური თანხმდრა ხდება. აი მაშინ იღებ იმ რეზულტატს, რასაც ელოდებიან თვითონ და ანუ პრინციპში რასაც ველოდებოდით ჩვენ. რის გამოც ჩვენ ეს ყველაფერი ავირჩიეთ ახლა ეს ნაწარმოებები. ერთ რაღაცას დავამატებ დასაწყისში თქვენ საუბრობდით, რომ ხო, ანუ sound art-ი საიდან წამოვიდა და იდეაში სივრცეზე საუბრობდით, ხო? და აქ რაც რა მაგალითების მოვიყვანეთ ძირითადად იქ სივრცე მაინც უფრო აბსტრაქტული ცნება გამოდის და sound art-ი, ну, sound ინსტალაცია იდეაში, როდესაც ადგილსპეციფიური არის. უკვე აქვს საშუალება, რომ ფიზიკურად სივრცე გამოიყენოს როგორც კომპოზიციური პარამეტრი. კი, იმიტომაც რომ ურთიერთშექცევადი პროცესია ეს. ხო, და იქ ალბათ ეს კომპოზიციური პარამეტრი შეიძლება იყოს რაც ფიზიკური სივრცითი პარამეტრი, შეიძლება იყოს ამ სივრცის რაც ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი იყოს კომპოზიციის პარამეტრი ასევე და მგონია რომ ამ კუთხით sound art-ი ექსპერიმენტული მუსიკის გაგრძელება კი არ არის, შეიძლება განვიხილოთ როგორც ვიზუალური ხელოვნების რაღაც განშტოება, ასე ვთქვათ, ვიზუალური ხელოვნების კონტექსტში არსებული, არ ვიცი. ანუ შეუძლია კონტექსტები წამოიღოს ვიზუალური ხელოვნებიდან, ასე ვთქვათ. ანუ sound as a medium of art. იმიტომაც აღარ ეძახიან მას იმ კლასიკური ფორმით მუსიკას უკვე. და ბოდიში რაზა? ხო, მაგასაც დავამატებ, პრინციპში შეიძლება თქვით უკვე რამდენჯერმე, მაგრამ მეტროს შემთხვევა კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო, იმიტომ რომ ის რასაც ვსაუბრობთ, ხო, რაღაცა sound-ის ეს კომპლექსური აღქმა, როგორც რაღაც ნაწილის და რაღაც ცალკე მდგომის. მეტროს შემთხვევაში ძალიან ინტენსიური იყო მუსიკალური ასპექტიც და სოციალური ასპექტიც. ყველაზე ექსტრემალური, რაც შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ, შეიძლება იყო ეგ, რომ ჯერთი რომ ხმა არის ძალიან ინტენსიური, ხო სულ ისმის დაბალი სიხშირეები, მატარებლები მიდიან, მოდიან, სულ არის ძალიან მძაფრი დინამიკა, მაგრამ მეორე მხრივ ადამიანების ერთ სივრცეში მოძრაობაც არის ძალიან სენსიტიური, იმიტომ რომ ყველანაირი ადამიანი გადაადგილდება.
ყველა ევროუდნების და ყველა რაღაცა სოციალური ყველა საუბრობს პლუს კიდე ესკალატორის ხმა ხა ყური როცა ესე გაქვს ამას ესე უყურადღებოდ არ მედის უკვე რა და ესეც პრინციპში მეტროს თავის საუნდი აქვს ესეთაც ბუნებრივად კი რაღაც თავისი ატმოსფერო უკვე აქვს იქაურებს და მაგიტო იქ ჩარევა ჩემთვისაც იყო არ ვიცი ძალიან მინერვული მე და თონიკაც მე ვლაპარაკობდით მაგ პირველი ტესტის მერე რომ ძალიან ნერვიულობდით იმიტომ რომ იქ ჩარევა ისეთ გარემოში რომელიც უკვე თვითმყოფადია ფუნქციურია და ზედმეტ თითქოს არაფერს არ საჭიროებს ნებისმიერ რამე რასაც ვიზავდით იქნებოდა რაღაცა მანიფესტივით განაცხადებით ხო რაღაცა მესიჯი იქნებოდა მისადან იმიტომ რომ მეტრო ესე თავისთავადად არ მოითხოვს მე მგონი დამატებით საუნდს და მაგიტო ჩემთვის აი მიუხედავად იმისა რომ შემოქმედობითად ესე რომ მიმიშვა ბრუტალური ხმა მიყვარს და ძლიერი დარტყმა და დაბალი სიხშირეები და ასე შემდეგ ბენტროში ვერ გავბედავდი მაგას იმიტომ რომ ეგ უკვე ეგ ეს დამოკიდებულება რაღაცა იმიტომ რომ შენი გემოვნების მიხედვით არ აკეთებდი ამას ხო აკეთებდი იმათვის ვინც უნდა იყოს და ეს საჯაროობა იყო რაღაც პირველად აღმოჩნდი მე პირადად ამ მხარეს ცოტა უფრო პრივილეგირებული მხარეს ხაც როცა შემდგომ გადაწყვიტო რას მოусმენს უმრავლესობა მეტროში და 5 თვის განმავლობაში თან რომელიც ძალიან ბევრია ხო და ძალიან ბევრი არა ნუ უფრო ბევრი ვიდრე ველოდით რა შეიძლება ესე იდეალური ხანგრძლივობა არის და აი ეს სიფრთხილე იყო მაგან წაიღო საკმაოდ ბევრი დრო და ფიქრი პრინციპში რა დოზით მივცემდი ჩემ თავისუფლებას რა შემეცვალა თუნდაც ის 2 წუთი რომელსაც ადამიანი ამოივლის და შენ კარნახო ფრაზე იფიქროს რა შეიგრძნოს და ძალიან ინტიმური ნაწილია ხო თან ეს პლუს კიდე ეს როცა შეგრძნებებზე შეგიძლია манипуляცია და მაგ მხრივ ხო პირველად იყო ჩემთვის ეგ გამოცდილება ესეთი სადაც უკვე ძალიან საჯაროობას ეხება საქმე და მარტო ის რაღაცა ექსპერიმენტული სივრცეები და რაღაც underground აღარ არის სადაც შენი არჩევანით მიდიხარ არამედ არის საჯარო, საყოველთაო უნდა იყოს, თან ექსპერიმენტული მუსიკოსი ხარ და შენ თავსაც არ უნდა უღალატო ალბათ და მთლადაც ალბათ მარტო სხვაზეც არ უნდა იფიქრო და ახლა ეს ბალანსი იყო საკმაოდ რთული და ახალი საფიქრებად ჩემთვის. არა, ეხლა რასაც ლაპარაკობდა, უცებ გამახსენდა ფაქტიურად ის ბგერები, რაც გესმის მეტროში ესკალატორი იქნება, ხალხის ხმაური იქნება, მატარებლების, აი თორნიკე მაიღო, დაშალა მარტივმომრავლება და მე თავიდან ჯერ გავუკეთა დეკონსტრუქცია და მე თავიდან ააწყო კონსტრუქცია. ფაქტიურად ესეთი პირდაპირი მეთოდია, მაგრამ აბსოლუტურად გამართლებული რა. ალბათ ეგ ქონდა შეცვლილებაში, რატო გამოიყენება მეტროს ბგერები, რაც იქ რეალურად ჟღერს, ხო? ხო, ნუ მეტროს ბგერები რაც გამოვიყენენ, მე გადამუშავებულია, ალბათ რთულია, რომ ზუსტად დაშალე და თავიდან ააწყე. ხო, ალბათ ერთი ტექნიკური დეტალი რაც შეიძლება საინტერესო იყოს, რომ ელექტრომაგნიტური მიკროფონი გამოვიყენე, რომელიც ვიწეს თუ ხმად გადააქცევს ტალღებს, ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომლებიც არ ჩანს და არ გვესმის. შესაბამისად რაღაც უხილავი ხმოვანი სივრცე, რომელიც იქ არსებობს და სხვა შორის ძალიან საინტერესო სივრცე აღმოჩნდა, თვითონ ვაგონებშიც ვიყავი შესული, რას დავდიოდი უცნაური იმით რაღაც. ხო, ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო და ხო, ეგ გადაიქცა მე იმ რაღაც დაშლილ noise ფაქტურებად. ხო, მარტივმომრავლება დაშალე აწყდა. ნინო, გილოცავ კიდევ ერთხელ. მადლობა ძალიან დიდი. ერთი ის მენიშნა და მაგაზე მინდა გითხო ლაპარაკის დროს მუსიკაო თქვი და მე უცბად წაიბორძიკე და შეცვალე ეს სიტყვა ხმით. მაინტერესებს შენი დამოკიდებულება ამათ გარჩევასთან. ამაზე გიფიქრია თუ არა და არის თუ არა ეს ერთმანეთსგან გასარჩევი და მე კიდე მეორე კითხვაც მექნებოდა ზუსტად იგივე კონტექსტში, მაგრამ ჯერ ამაზე იქნება. ხო, ეს საკამათო ამბავია, ხო, გამომიჭირე ეს, იმიტომ რომ არ მაქვს პასუხი მართლა და თან შეგრძნებითად სულ ბოძეკობ ხოლმე. რაციონალური ახსნა არ მაქვს ამის, მაგრამ თან რადგან მე კლასიკური ბექგრაუნდიდან მოვდივარ, მთელი ბავშვობა ძალიან ცხადი იყო, რა იყო კარგი და რა არ იყო კარგი, როგორც შემსრულებლისთვის სულ ამის სწორებაში ვიყავი ხოლმე. და მაგიტო შეიძლება ამის გავლენით, მაგრამ მაინც მაქვს გამოყოლილი ეს შეგრძნება, რომ ის რაც სტრუქტურულია, ის რასაც აქვს დასაწყისი, დასასრული,
კრავს წრედს, გიყვება ამბავს, აქ თავისი დრამატურგია. აქვს თავისი მუსიკალობა, რომელიც არ გულისხმობს მელოდიურობას ან ჰარმონიულობას, მაგრამ აქვს თავისი მუსიკალობა. ჩემთვის არის მუსიკა. მაგრამ ეს კონკრეტული ინსტალაცია, რომელიც ფრაგმენტების ნაერთი არის, უფრო მეტად კონსტრუქცია ესე იგი. ხო, ახლა გავიჭედები კი. მაგრამ ხო, არ ვიცი, ხმა და მუსიკა ჩემთვის განსხვავებული ასპექტები არის. საინტერესოა. მაგრამ დასაწყისი და დასასრულიც საკამათოა, იმიტომ რომ ინდოელი მუსიკოსები ამბობენ, რომ მუსიკას არც დასაწყისი აქვს და დასასრული. ეს ჩვენა ვართ, რომ ყურს ხან მივაპყრობთ მას და ხან განვაპყრობთ. ხო. და მაგ თვალსაზრისით კეიჯის 4 და 33-საც არ აქვს დასაწყისი საათის წამზომის ჩართვა და ეს ფორმალობები რომ მოვაშოროთ, როგორც თვითონაც აკეთებდა. დღე არ გავა რომ ამ ნაწარმოებზე არ დავფიქრდეო და ამ ნაწარმოებს არ მივმართო. ნიშნავს რომ ამისთვის არც დროის თვლა ჭირდება და არც დაჯდა. და მე მგონი ის რაც ჩვენს თვალსაჩინოში შემოვა, როცა განვიზრახავთ რომ ის რაც ხდება აკუსტიკურად იყოს მუსიკა, არის მუსიკა. ამიტომ ხმაც და მუსიკაც ერთი და იგივე შეიძლება იყოს. უბრალოდ თვითონ კეიჯთან არცად არ დასტურდება ეს ციტატა, მაგრამ არის ერთ დისკზე, რაღაც პანკ, პოპ, როკ დისკზეა, afflicted რაღაც ქვია, ახლა ვერ გავიხსენე. სადაც კეიჯის ციტატაა მოყვანილი, you don't have to call it music if the term shocks you. თუ ეგრე ძალიან წინსო, არ და არა, ნანახი მაქვს ის დისკი. ხო, თურმე ეგრეა, მე ვიღაცებმა გადააკეთეს, მაგრამ თავისთავად შეიძლებოდა კეიჯს ესე პასუხა არაფერი, ხო? ძალიან კეთილი და ესეთი პასუხია. აი, კი ბატონო, ნუ დავარკვეთ მუსიკას და იყოს ხმების ორგანიზაცია, ან რაღაც ხმების განფენა, ან რაღაც. მაგრამ ხანდახან ესეთი რაღაც ემოციურად მოვითხოვ ხოლმე, რომ ჩემი თავისგანაც რომ ყველაფერს რაც მუსიკის კონტექსტში შეიძლება იქნას შემოსული და ეს შეიძლება აღმოჩნდეს ყველაფერი ჟღერს, რატომ არ უნდა იწოდებოს მუსიკათ, ვინ დააწესა და ისევ გადავდივართ იქამდე, რომ მუსიკაც თუ ავაწყოთ ჩვენი მსჯელობა ისე, რომ მუსიკა მარტო ის არის, რაც შედგება გერებისგან, რომლებიც კრისტალიზებულია, დადგენილია და ესე, მივდივართ ისეთ კონვენციურ ჯურღმულში მე, რომ შეიძლება იქიდან ვეღარ ამოვახციოთ ისევ და შეიძლება ეს ინსტალაციაც მარტო ერთხელ აღმოჩნდეს გაკეთებული და მეორედ აღარც კი გავიხედოთ იქიდან. ამიტომ ჯობია რომ პირიქით გავაღოთ ყველაფერი და ყველაფერი რაც მოხდება, შეგვემთხვევა აკუსტიკურად და რაც შეემთხვევა იმ ხალხს, ვინც იქ მოძრაობს, შეიძლება გაღიზიანდეს კიდეც. მე რა ხელოვნება ყოველთვის არ არის რომ მოგეფეროს და გეჟღურტულოს მარტო და კარგად გაგხადოს. შეიძლება შეგაჯანჯღაროს კიდევაც და შეიძლება საფიქრალი გაგიჩინოს. შეჯანჯღარდა უკვე ხალხი როგორც მე ვიცი. კი, მე გავიგე ხო. მე აქეთ არ ძალიანაც კარგი წევრებს კი. მესამე ჩასვლაზე უკვე პირიქით დაემართება დასი რომ ესე იგი ეს საერთოდ ის ყოფილა კაცო. ესე იგი ეს ესთეტიკური ინპუტი ფიზიკურ აუთპუტში გადასულა. რახან ქმედებებისკენ რახან უბიძგეს ესე იგი მე მგონი ძალიან კარგი რამე მოხდა თვითონ ამ ეს ფონდი როგორც ვიცი პირველი პროექტი არ არის ამ ფონდის და თავისთავად იდეა იმისი რომ ხელოვნებამ ნელ-ნელა თავისი ადგილი დაიმკვიდროს საჯარო სივრცეში არის უაღრესად მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ისეთი რაღაცა შეშინებული, დეზორიენტირებული, სულ წარაბარა მოჭორავე და კითხვის ნიშნის ქვეშ დამსმელი ყველაფრის ქვეყნისთვის და ხალხისთვის როგორც ჩვენ ვართ დღეს. და მგონია რომ აი ეს ადამიანებს გაუღვივებს ზუსტად იმას, რაც ქართველებს ამისთანა ნიჭიერ არტისტულად მოაზროვნე ყველანაირად რაღაცა მადლ რა ქვია იმას. წილხვედრ და რაღაცნაირ ხალხს აკლია ხოლმე, იმიტომ რომ ხანდახან ძალიან ძნელია ამგვარ ქვეყანაში და ამგვარ საზოგადოებაში ცხოვრება და მე მგონი ხელოვნება არის ერთადერთი წამალი, რომელიც წარამარა იქნება, რომლის ნაწილად იგრძნობ თავს წარამარა. თუ ერთია მუსიკოსი ხარ თუ მასწავლებელი თუ რაღაცა საათების მკეთებელი, მე საათი. და თან კიდე აი ეხლა ამაზე რო ვილაპარაკე, ვიცინით ეხლა ეს რო რაღაც, მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერი ხელოვნების ნიმუშის შექმნას უნდა შრომა და სერიოზული შრომა, აი მის მოხმარებასაც და გათვითცნობებასაც უნდა შრომა. ეს რადგან ჩვენთან ავიწყდებათ და ასე რომ
თუ ცოტას იშრომებენ, მე ყველაფერი იქნება წესრიგში და იმიტომაც არის გაკეთებული ეს პროექტი, ხო, პრინციპში, როგორც მე გავიგე. ასე რომ ყველაფერი კარგად არის.